გამარჯობა მთავრობის კანცელარიის შენობასთან იმყოფებით, სადაც 2 საათიდან დიუშანის კონტოვანი სტროფით დაავადებულ ბავშვთა აქცია ხარაჭერი აქცია მიმდინარეობს. დიუშანით დაავადებული ბავშვების მშობლები და მათ მხარდამჭერები შეიკრიბნენ აქ კვლავ წამლისა და შესაბამისი მკურნალობის მოთხოვნით. ისინი თხოვდნენ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას. ბოლო თვეების განმავლობაში არაერთი განცხადება დაიწერა ამასთან დაკავშირებით, თუმცა ყველა მათგანი უპასუხოდ დარჩა. სულ ცოტა ხნის წინ აქ რამდენიმე მშობელმა კვლავ ისურვა განცხადების შეტანა ბავშვებთან ერთად, ეტყის მიჯაჭვულ ბავშვებთან ერთად, თუმცა პოლიციამ გააკეთა განცხადება, რომ მხოლოდ ერთ ადამიანს შეუძლია შესვლა განცხადების დაწერა და დამატებით ვერც ბავშვები და ვერც მშობლები ვერ შეძლებდნენ კანცელარიის შენობაში შესვლას, თუმცა მოგვიანებით, როდესაც მშობლების წუხილი ძალიან ხმამაღალი და აშკარა იყო, მიიღეს განცხადება, რომ სამი მშობელი სამი ბავშვი უნდა შესულიყო, ორი მშობელი არის ახლა კანცელარიის შენობაში, როგორც ვიცი, შესული, თუმცა ბავშვები მათ კვლავ არ შეუყვანიათ. ერთ-ერთი მშობელი ითხოვს ახლა, რომ ამ მშობლებთან ერთად შევიდეს განცხადების დასაწერად და თავისი წუხელი გამოხატოს მიმდინარე ამ საკითხთან დაკავშირებით, თუმცა პოლიციას როგორც ხედავთ, ცოცხალი ჯაჭვი აქვს გაკეთებული და არც ბავშვებს და არც იმ მშობელს არ უშვებენ ახლა კანცელარიის შენობაში. პოლიცია განმარტავს, რომ პროცედურული ნაწილია ეს და ისინი არ წყვეტენ ვინ შევა და ვინ აღშევა კანცელარიის შენობაში და ელოდებიან შესაბამის მითითებას. თუმცა გესმით მშობლების წუხილი, რომლებიც წელიწადზე მეტია უწყვეტად სხვადასხვა ფორმით ითხოვენ თავიანთი შვილებისთვის წამალს, მოგახსენება დიუშანის კონტოვანი დისტროფია არის პროგრესირებადი დაავადება, რომლის საბოლოო შედეგი იწვევს ბავშვის სიკვდილს. ამიტომ თითოეული დღე, თითოეული წამი არის ამ მშობლებისთვის და იმ ბავშვებისთვის გადამწყვეტი, შესაბამისად მათი ემოციები ამის ფონზე არის განსაკუთრებით მაღალი. სამედიცინო დაზღვევა აქვს და ჩვენ შვილებს წავალს არ აძლევენ. ჩვენ შვილებს ეკონომიკის კუთიც კი არ მაქვს, რომ წელიწადში ერთხელ კონტროლი გაუკეთო. ამ ბავშვების უფლებები ირღვევა, პირველ რიგში რო არ უშვებენ, უფლებები ირღვევა. კანონი არ არსებობს, რომელიც მაგას აკრძალავს. ბავშვებს შეუძლიათ სტრასბურგში იჩივლონ პირადად და კანცელარიაში ვერ შესულან. სამარცხვინოები. პირის დედა, მაგრამ განცხადების დაწერა არ მიშნე. კანონებს ისწავლიან ბავშვი არა. რატო ბავშვი რაზმის ვერ გავიგე? ბავშვი დაისიც. არა, ვერ გავიყვანთ, მათ ახლა მესმით რომ ბავშვია განცხადებელი და შეუძლებლობა არის. ორი ადამიანი ბავშვს არ უშენ, თქვენი გვარი და სახელი მithქვენ. თქვენი როგორც პოლიციის გვარი და სახელი თემური ნოზოგი, ვინმე ჟურნალისტი ხარ ჯაისთან, თქვენი ხარ კასტაგები. ეხლა ხარ თქვენ, არ გისმენთ მე თქვენ უნდა მომისმინოთ მე. აი, თემო, გამოიყო. აბზან რჩევდა. ბავშვი შესაძლებელი ცხოვრება. არ შვებთ ამდენი პოლიციელი შიგნი? ამდენი შემიძლია ბავშვი ყველა თქვენი სახელი და გვარი წმინდა. თქვენი სახელი და გვარი წმინდა. არ მეტყვა ყველა სახელი და გვარი უნდა დავწერო. იმიტომ რომ კულელები აი ამ ძეში რო დგას, აი ეს ბავშვი არ გწვენია. არ გწვენია. კულელები იმუნი არ არის. კულელობა მარტო იარაღის გასაგებია გადაგვიკეთე გარგვიშვი. თქვენ ახლა ინფორმაციას გადაწყვეტებით. ჩვენ ველოდებით იქიდან პასუხს. კობახიძე და პასუხს ველოდებით. მარტო შეხვედრა არა, ხარიტი დავით უნდა გადაიდგას. ჩვენ აქ საჭურაო კი არა ვართ მოსული და რაღაცა
კანონებრივი თქვენ შეშინდებით. ხალხო რასთან გვაქვს საქმე? დები, დედებს გვიშვებენ, შვილებს არ უშვებენ. სად წერია? რა კანონი დაწერეთ? ვინ დაწერა ამ უპატრონო შენობაში? ეს დამტალიროა. აი შენობა, დედების წემი. უნდა მოეწყოს კანცლერის თანასწორი და პასუხისმგებლობა. ისო ერთიანი ვადა გავიდა პასუხის გაცემით განცხადებით. ყველას მიმართულებით ჩვენ ახსენებთ. არა შევიდეთ და არის მომავალია ჩვენი ჩვენი პატარა ბიჭები ამ ქვეყნის მომავალი. არანაირი კმედით დაბიჭები არ გადაიდგა ამ ქვეყნის შეიძლება ასე გამოვყაროთ შოშები და არა არ მოისმინოთ. შენ თუ არ გადაიღე მე აქ ჩემში ჩავეკუტო და დავაჯდე თუ რა უქნა შენ მიიწიე და გაწიე პოლიცია იქიდან შენ შეგიშვება და შენ და იქიდან ვარ ეხა რაღაც შენი ჭირი მე ვერ შენი ჭირი მე ვერ გავდივარ თომარებაში წინივიდივარ ეხა ბავშვი შემდეგი რაღაცა თო დავიგე რა აგინდა ბოლო გადაიღე რა ცოტა შორიდან გასაგებია ცოტა ოდნავ შორიდან გააშუქეთ კაცო ნუ გადაგიწე ბავშვი გასაგებია გადი მო პირიქით ვერც გივიდა და გიმაშვები და შენ თომარებაში შევდივარ და ეხა მართლაც ხო დაიშოკეთ საერთოდ რა გაჭამეს ესე კი ის რაღაც არ ბავშვი რა ხელფასი გაქვს აი ამის ფასი ხარასაც ეს პირველად არ ხდება ამ პირველად არ მოუსულა სამი თვე გავიდა ეს არა შენი ფასა აი შოლოთა მე უბრალოდ დედა შეგიძლია არა გუშავს ადიჟეთში ვარ ჩვეულებია თავში ვარ აი სიგიჟე არ ვიცი რა გაბობინარეთ იქედა ამ ბავშვების გამო ეგრეთ ბახიძის გზამა წელი არის ყო რო თქვენ რომ შეცვალ შესაძლებლობის მოდებინებო მეტი პრივილეგია ექნება ქვეყანაშიო თუ მე ნახო მე ყველაფერი ზუდა არა უნდა გავიყანოთ ხო ხა ამათ უბრალოდ ხარეობა რა ეხლა თქვენ აქ რო გაიხართ დიტი არის ასული და ყობახიძე ალბათ ეს სხვა ეს მე მგონი ყრუ არავინ არ არის ეს რატომ ჩამოდი 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 გერესეთი ვალდებულება აქვს. ესეთი ინდივიდუალური პიროვნებები არიან და მათ თავისი უფლებები აქვს და ძალიან კარგად იციან. ამათ მარიცეს. ესენი არ ყვევენ ამათგან და აუცილებლად მე უნდა აი დაველოდე ამ პოლიციელებს სიტყვას ისმის დედა შეეხება ადამიანებო არაფერს არ მედიკამენტი მინდა სისხლისთვის წამალი მინდა იმპირობით აპტეკი დილის 6 საათზე რომ ჩამოვედი რომ ბავშვი აი შემდეგი რომ დედიყო წამლის საქმეზე მივდივარ და მოვადა ამედიკამენტი მე მომაკვდავი დავყავ თქვენი შვილების გამო და ამათ ვეჭდავი ცილები ანუ აი ძალიან მოგრავდა ჩვენი გენეტიკური დაავადება შვილები ხო ყველას დაწესავები ძალიან მოგრავდა მე ეს ჩემი ნათქვამი რომელიმე სულში ჩაგეცდეთ ან ვის ხარი რას ამბობდა ეს გიჟი ხარი რო იყო არბა ჭიჭმა გიჟა დაჭერდა თქო არცამ კედლებს ეს კედლებს ვიგრევია გამდენი წელია ვიქნიკე და პოლიციას ყური ეკიდე ეს მიდახდება პოლიციას ეკიდა და მე სული და გული მე არა არ მოუყარე
ეს ნიშნავს ყველში ვარ დასჭირდეს და რომ დაიწყებიათ წინ არ შეიძლება არა ის ხალხი მამპურებს გათამდეს სამი წია იმხედავ და მამპურებს გაფიქურებს რამდენი წელია რომელ აქციას მოუწია სახელმწიფოს და არა მშობელს თქვენ ხო გვიცნობთ თქვენ ხო იცით რომ არ დავნებდებით ჩვენის სიცოცხლეს ეს ახალი რაღაცა პრაქტიკა დაგიმკვიდრებიათ რომ ბავშვს არ უშვებთ და მშობელს ამ კედლებს გავიტანთ რამოდენიმე დღე გვინდა კედლიანა გავიტანთ ამ შენობას ამ ბავშვებს სამას მიცემს აუცილებლად სახელმწიფო და თქვენ შედით თქვენს კიდეზე მდგომებს უთხარით რომ ჩვენ უგვაყენებთ და ჯანდაცვის მინისტრი მოგძანდეს და გაგვცეს პასუხი რატო არ აძლევთ ბავშვებს სამას ეხო ბახიძის ბრძანება რომ ერთიანი ბავშვი შენობაში არ შემოდის ეს არის ყველა ბავშვის სიცოცხლე ამ ადამიანის დამზეკები ყველა შემიშვის ყველა შვილის სიცოცხლე ჩემი შვილი არ შვიდის აქ რომელიმე ფაქტის ბავშვი შვიდის არის ალბათ არის წარმოიდგინე პაციენტი არის ბავშვი ადამიანები არა 50-60 წლის ადამიანი პაციენტი არის ბავშვი 3 წლის ბავშვი არის პაციენტი ჩვენი შვილი არც არ ახლა ბევრი გადაგვიტანი ამაზე დიდი გაჭოდის და სიცოცხლის უფლებას ვერავინ იმდენი ხანი ეს აქციები აღარ უნდა დაგელაპარაკოთ უნდა შედეგი რა უნდა დაგელაპარაკოთ ეს რამდენი ჯერ უნდა დაგელაპარაკოთ ეს პროტესტება რო დავწყეთ შავი გადიოდა ეხლა აქ ვერ მოვიყარებ და დიდხანს ფეხზე ვერ დადგება და კიდეზე ერთმა ვიცით რა არ გქონდა აი მაღაზე იფიქრეთ და მაღაზე იმას რომ შენობას რომელსაც ვინახავთ საქართველოს მოქალაქეები არ უშვებთ ბავშვებს ხო? თქვენ ხდებით რაზე ეს რაღაცა არის რა ესეთი რაღაცები არ ხდება ეგეთი რაღაცები შეიძლება არ შეიძლება არ გეპატიება არ საზოგადოების გამეპატიება და არც ღმერთის გამეპატიება ხო არ შეიძლება ეგეთი რაღაცის გამეპატიება შენ შეცდომები დაემართოთ არ გააკეთე გაჩერდები მაინტერესებს გაჩერდები და მოკვდება შენი შვილი შენი გაჩერების გამო რა საუბრებით ახლა გამოსი გაგაჩნია ვინ მოგატყუათ რომ პროცედურებია რომ შესვლა არ შეიძლება ვინ მოგატყუათ ხოდა კრიტიკულები ისე იყავით რომ თქვენ თავმოყარეობაც სადღაც გამოაჩინეთ ხო თქვენ ცხოვრობთ თქვენ თავმოყარეობაც რა პროცედურები ისი პროცედურები რაღაც შეიძლება სხვა იყოს აი ამ ბავშვების ბავშვების დაცვა არ გევალება ბავშვების დაცვა არ გევალება და არაზუსტად პირველი ეს არის დასაკეთება და აი მასთან ჯარებელები მიწავდნენ წამალივე ხოლოს იმას მოწმდებით როგორ შეიძლება რომ თქვენ ბავშვების საწინააღმდეგოდ აქ კედელი აღმართოთ შესვლა უნდა და წამალი
და სახლიდან ფულის მოტანას არ ვითხოვთ. ხალხო, ეს ჩვენი ფულია. ჩვენი გადასახადებია და ბავშვების გადარჩევა. ესე ვინდა გარიგა თქმა რა მოიყოთ. სპანზა აღარ დარჩა დავშოვებსაც მოვიდნენ რა უკეთესად არასთან ხოვენ. აი მართლაც აი ძალიან ელემენტარული რაღაცა უბრალოდ თავიანთი ხელების შესწავლით საფრთხეობრივი ზამანი. ეს არის სახელმწიფოს შენობა, ჩვენი შენობაა და ამ ბავშვებს. ესე რომ გაწყვეტენ რომ შესვლა არ შეიძლება. ამას ვერცხართ მონაწილე ამ ყველაფრის. ამ ბავშვების დასაცავად პირველი თქვენ უნდა იქნეთ. თქვენ უნდა იყოთ პირველები, ვინც ამ ბავშვებს დაიცავს ზემდგომებთან. ამ შენობაში სახში რომ მიხვალ და თქვენ შვილებს როცა შეხედავთ რომლებიც დადიან და 20 წელი მოვწერ 60 მოვწერ ამ წუთში მოუწერ ხელს ბატონ კობაკიძე იმ თქვენ მე შვილებს წავალ ჩემი ბეხით მივარ დანში უნდა თუ უნდა იქნება ამ ხელა ადამიანმა 3 თვის განმავლობაში იმაზე რა ყველა თვიმაზე განა და ფულებს იწევდა 3 თვის განმავლობაში ამას არ არის მისი მოვალება რა საკეთებს საერთოდ აქციაზე ბავშვები ბიჭები მიყავს შეშვილს რას ვაკეთებდი ბავშვებს ვიცავდი თუ შენობას კითხები დაუსვით რა გევალებათ შვილებთან მართლები რომ პოლიციამ ჩააყენა კორდონი და არაუცაური შეხვდა მეტი შობლეშეუნება ბავშვები დაიკავებოდა და ეგრე შევიდა საიდან მოიტანეს შვილი გარეთ გამოვიდა თავის სახლში არ შეუშვას ისი და ყოდახიძე მე თავის სახლი არ არის საზოგადოებრივი მისაღებია და ყველა შეუძლია ის დავარჩინე მანქანაში ბავშვი რო აკამდე მე ოჯახებში შეხედეთ რა კანჯარგადია მე ელა ხოიცი თავი აი მასალ წანა პროფესიონალში ნახე საშინელი ისე ეხლა ჩვენი მოთხოვნა იქნება რომ კონკრეტული შემოთავაზება იყოს და კონკრეტული გადაწყვეტილება მიქნეს მიღება. ხოლო შეხვედრის შესახებ აღარ მოხდა გამართულ უწყებად. სანამ ესენი განიხილავენ ყველა შვილი და მათ შორის ჩემი შვილის რომელიც უკვე 9 წლის ხდება ფეხს ვეღარ ათქოს, კიბეზეც ვეღარ ადის და განადგურებული დედა მოდის აქ. როცა დაიწყებს ძობა მაშინ გადიოდა. მოვალ და გავატენეთ თითოეული დედა არის განადგურებული. პოლიცია თავიდან მობილიზებული იყო უცხოურ შობლებმა გადაწყვეტეს რომ ოფიციალურად განცხადებით მიემართათ ეგეცდებული პრემიერ-მინისტრის შეაყენეს ამ კორდონი და არავის არ ამ ბავშვების ჯანმრთელობა არ არის ამათის პრიორიტეტი და შეგვარამია უფრო მნიშვნელობა. მოდი თქვა მშობლებმა რომელსაც შვილების გარეშე შესვლის უფლება მისცეს უარი განაცხადეს ამ შესვლაზე ვინაიდან ის მათი თქმით დრო აღარ არის მხოლოდ აი რაღაცა ბიუროკრატიის სოციალური შეხვედრებისთვის თუ ქმედითი ნაბიჯები არ იქნება გადატყმული. როგორც მოისმინეთ, მშობლები საუბრობენ იმაზე, რომ აბსურდია შვილი რომელსაც დამოუკიდებლად გადაადგილებაც კი უჭერს დატოვა გარეთ და დამოუკიდებლად მშობელი შევიდეს იქ განცხადების კანცელარიის შენობაში განცხადების შესატანად.
ძალიან ცუდ საქმის გაკეთებიდება თითოეულ თვინთან. ეგ არის ძალიან ცუდ. იმის გზადება ხომ იღეს ერთიანი არ შემოუშვა და ბრძანება შეიძლება აიმე გერდა შეიძლება ბავშვი დატოვეო რომ მართლა ყველა ბიჭს ანუ ერთიანი ბავშვი არ შეშვებენ ეშინიათ ერთიანი ბავშვების ეშინიათ თუ არა ერთი უნდა შეუვარდე ყველა დედა ერთად მაგრამ შედეგი აი არ შევიშოთ გამარჯობა, შეგიძლიათ გითხრათ რა დაშვებით აპირებდნენ მშობლებთან საუბრებას ან არის კანცელარის შენობაში შესვლას შეშვებას წარმომადგენლები. ნეტ გაზეთის ლაივში ვართ ახლა. არაფერს არ აპირებები, ჩვენ დავქციან და დაგვემუქრნენ, რომ ესეთი ქმედებები ჩვენ ვერაფერს ვერ მივიღებთ. და თურმე ესენი შეჩვეულები არიან კანცელარიის წინ მსგავს აქციებს. მსგავს პრობლემებს და 30 მეტრი დიკით შეგვიძლია გადაღამო ვაპროტესტებთ. პრობლემა არა, იდექით მოიყვანე და იდექით ამაზე რეაგირება არ აქვს ჯანდაცვის სამინისტროს და არც ვემუქრებიან. მთავრობა. ესე ვერ მივახცევთ. და 2 წელია ამას ვითხოთ, რომ როგორ მოვიხოთ. ვეღარ დგამენ ბავშვები. ვინც დგას, ისიც ვეღარ დგას, რომ მოვიყაროთ. იმიტომ რომ ამ ხანი ვიხადგება. ამნაირ დღეში რო გვადგეს. დაბა არ შეუძლიათ უკვე დიდი ხანი. მომენტი ჭიქას ვერ ჭამენ, ხოს ვერ ჭამენ, ვერ ჭამენ. შეიხედეთ ყველას ოჯახში, აკანჯოს გაგვიყვანო ოჯახი. დალისი აღარ იყურებიან, მეტყვა მშვიდობა მიცეს, ამას არა არ იყურებიან. სამომავლოდ რა მოხდება, სულ მაგერი თუ არ იქნებიან საკავშირო. შეხედოთ ისტორიაში, რომ არჩევნებში არ ვარ, მისაცი არ მიმიცია. ამგეს მივეც, ამგეს. და ეს მიკრავ, შვილიშვილი. და მე მოვიკრავ, თავდა საზოგადოებას გამოვაკეთებ. მე ამას ვამბობ დადო და ხუნარი. შესაძლოა ამ მათი შვილების. გაწერეთ, გაცხადება. თუ მივეცი. არა და თქვენ არ იყავით ადრე სხვა ხალხი იყავით. ეგერიც არ დამოაცხადეს ისე.
როგორც მოიცნეთ ერთ-ერთი მშობლისგან, სამწუხაროდ პოლიცია და არც კანცელარის წარმომადგენლები არ ეძლევენ მშობლებს დუშენ დაავადებულ ბავშვებთან ერთად კანცელარის შენობაში შესვლას. მათი მიზანი იყო, რომ ერთი თვით წინ დაწერილი განცხადება, რომელზეც პასუხი ახლაც არ მიუღიათ, განცხადების შინაარსი იმის მდგომარეობდა, რომ ისინი კვლავ ითხოვდნენ ირაკლი კობახიძის შეხვედრას. ამ განცხადებას პასუხი არ მიუღიათ, სწორედ ამისთან დაკავშირებით აპირებდნენ ისინი კანცელარის შენობაში შესვლას, თუმცა როგორც პოლიციამ განმარტა, მათ არ შეეძლოთ მშობლებს და ბავშვებთან ერთად შესვლა არ შეეძლოთ და მხოლოდ სამშობლოს მისცეს შენობაში შესვლის უფლება. მათი თქმით, ერთი ადამიანის კი საკმარისი არის განცხადების დასაწერად და შესატანად, შესაბამისად თუ მათ დგომა და გაპროტესტება სურდათ, შეეძლოთ აი მიმდებარე სივრცე გამოეყენებინათ კანცელარის შენობასთან. სწორედ ამან გამოიწვია მშობლებში განსაკუთრებული აგრესია, ვინაიდან ისინი მათი განმარტებით ვერ დატოვებენ ბავშვებს, რომლებსაც დამოუკიდებლად გადაადგილებაც კი არ შეუძლიათ გარეთ და სწორედ მათთან ერთად უნდათ კანცელარის შენობაში შესვლა. ამ დრომდე სამწუხაროდ განმარტება ან ნებართვა კანცელარის წარმომადგენლებისა ან პოლიციის მხრიდან არ გაკეთებულა ამ ბავშვების შეშვებასთან დაკავშირებით. წელიწად ნახევარზე მეტია დიუშენ დაავადებული ბავშვების მშობლები იბრძვიან შესაბამისი მედიკამენტების შემოტანისთვის, დამკურნალობის სხვადასხვა მულტიდისციპლინარული ჯგუფის შექმნისთვის, ვინაიდან ეს არის პროგრესირებადი დაავადება, რომელიც ნელ-ნელა სხეულის სხვადასხვა ნაწილზე ვრცელდება, თავიდან ბავშვს ეკარგება გადაადგილების უნარი, სხვადასხვა კიდურის მოძრაობის უნარი და საბოლოოდ გული წყვეტს მუშაობას. შესაბამისად, ამ ბავშვების ცხოვრების ხანგრძლივობა გაცილებით ნაკლებია ვიდრე ნორმალ ჩვეულებრივი ჯანმრთელი ადამიანისა. ამიტომ თითოეული დღე მათთვის მათი ბრძოლის არის გადამწყვეტი, ვინაიდან რაც უფრო ადრე დაიწყებს ბავშვის შესაბამისი მედიკამენტებით მკურნალობა, შესაბამისი ვარჯიშებით და სხვადასხვა მულტიდისციპლინარული გუნდის დახმარებით მუშაობას, უფრო დიდი შანსია, რომ მას სიცოცხლე გაუხანგრძლივდეს და დაავადებამ პროგრესირება რაღაც მომენტში ყოველ შემთხვევაში შეწყვეტას თუ არა ნელა განვითარდეს. რამდენიმე დღის წინ მშობლებს ასევე დაგეგმილი ქონდათ კანცელარიის შენობასთან უწყვეტი 24 საათიანი აქცია, რომელზეც განცხადებად შეიტანეს. მოგეხსენებათ, ქართული ოცნების ახალი კანონმდებლობის მიხედვით 5 დღით ადრე უნდა გააკეთოს შესაბამისად ჯგუფმა ან წარმომადგენელმა ამ ჯგუფისა განცხადება აქციის გამართვასთან ან შესაბამის დემონსტრაციის გამართვასთან დაკავშირებით, რაც გააკეთეს ამ ჯგუფის წევრებმა, თუმცა მიიღეს უარი შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი წარმომადგენლების მხრიდან და 24 საათის განმავლობაში კანცელარიის შენობასთან დარჩენის საშუალება არ მისცეს, რათა თავიანთი შვილებისთვის წამლები მოეთხოვოთ. თუმცა ახლა როგორც მესმის, ისინი არ აპირებენ გაჩერებას, ვინაიდან მათი თქმით ერთადერთი გზა არის უწყვეტი პროტესტი იმისთვის, რომ ამ ლეტალური დაავადებისთვის შესაბამისი მკურნალობა მიიღონ ამ ბავშვებმა სახელმწიფოს მხრიდან. ჩაინიშნოს შეხვდით იმის იქნებია. აბა მოსული ყავით, გეტყვით ხარკული უცნებაა? ამ დროისთვის მშობლები, ისე როგორც ბავშვები და სხვადასხვა მხარდამჭერები რჩებიან ადგილზე კანცელარიის შენობასთან. მშობლების ნაწილს უნდა შეიცვალოს უბრალოდ გადაწყვეტილება, რომ ბავშვებსაც შეეძლოთ შესვლა კანცელარიის შენობაში. ნაწილი თვლის, რომ აღარანაირი აზრი აღარ აქვს ამ შენობაში შესვლას, ვინაიდან ეს რჩება მხოლოდ სიტყვებად და ხნის განმავლობაში, როდესაც ისინი სხვადასხვა მთავრობის სხვადასხვა წარმომადგენლებს შეხვდნენ, არანაირი შედეგი არ გამოუღია ამას, ამიტომ ისინი ფიქრობენ, რომ უკვე სხვა ქმედით ნაბიჯია გადასადგმელი, მათ შორის უწყვეტი პროტესტი. მეტრობით დაგამშვიდობებით ნეტგაზეთის პირდაპირ ჩართვას უყურებდით, განახლებათ ინფორმაციას კი გამოვაქვეყნებთ ნეტგაზეთის ვებგვერდსა და სოციალურ ქსელებზე. ნახვამდის.